1, 2, 3, 4 Henry's volley Sataras Kuchasi volley Sataras Seven volley Sataras Sakirotska volley Sataras Satan volley Sataras Chili volley Sataras Si volley Sataras Yakondoba Sataras La 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 Jebo crash, naše volim Sataras. La 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 la. La 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 la. La 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 la. შაბათია. მოგვიყევით. წარმოიდგინეთ, რომ ჩადიხართ ხორვატიაში და ქუჩაში ისმენთ ამას. ისინი რომ 10-ით ჩამოდიან, 31-ში რო გადიხარ და აქედან ეს გესმის, იქიდან სხვა ქვეყნის წარმომადგენლების რაღაცა მუსიკა, აქედან ჩვენები შეუბერავთ და მოგეთ ერთი კაი ქუჩის მუსიკის ფესტივალი კი გამოვა ხო? გამოდის უკვე აგერ მესამე წელია როგორც ვიცი. მესამე წელია. მე მაინტერესებს რას ემსახურება ეს ყოველი. მანამდე მოდი სტუმრებს ესე თქვა წარმოადგენ ვირესალმოთ ხო? მერის კულტურის სამსახური ნეკასების არგენ არ ჭირდება არასამთავრობო ორგანიზაცია დრონის პრეზიდენტი გიორგი კიკალიშვილი რომელიც არაერთხელ არის ჩვენთან ამყოფი და პროექტის ორგანიზატორი მარიამ დიაკონიძე და ამ არაჩვეულებრივ შემადგენლობას რა ქვია გიორგი? ამას ქვია ქუჩის მუსიკა. სხვა ქვეყნის წარმომადგენლების ერთობა მუსიკაში ხო? დიახ. მოკლედ ქუჩის მუსიკა უკვე მესამე წელია რაც ვახორციელებ. წელს გაიმართება 31 მაისს. ქუჩის მუსიკა ზოგადად არის ჩვენი საქართველოში მოღვაწე მუსიკოსებისათვის, მაგრამ როგორც ჩარჩან ისევე წელს გვინდოდა რომ რაღაც საერთაშორისო დაგვემატებინა, ელფერი ელემენტი შეგვემატებინა და გავაკეთეთ საერთაშორისო გაცვლა, სადაც ღებულობს 8 ქვეყნის ახალგაზრდები, სულ 16 ადამიანი. რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ. ანუ ჩვენ ქართველებთან ერთად, ქართულ მუსიკოსებთან ერთად უცხოელი მუსიკოსებიც დაუკრავენ. მიქსში იქნებიან, შეუერთდებიან ერთმანეთს. ექნებათ თავიანთ ნაციონალურ ტრადიციულ სიმღერებსაც დაუკრავენ. და ეს იქნება ერთ წერტილში. თუმცა ამის გარდა კიდე გვაქვს სხვა წერტილები, ანუ ძირითადი წერტილები, სადაც ძირითადად 600-მდე მუსიკოსი ღებულობს მონაწილეობას, 92 ბენდია დარეგისტრირებული, 50-მდე სოლო და დუეტი მომღერლები. და მთელ რუსთაველზე რეგიონებშიც გავდივართ. ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისში. და ლოკაციის ადგილი რა არის? ვიწვევთ რეგიონებს დასასრულებლად. აუცილებლად, თუმცა რეგიონებიდან გვყავს მუსიკოსები. თვითონ ლოკაცია არის რუსთაველის გამზირი, ანუ რამოდენიმე პატარა წერტილები იქნება სოლო დუეტი და ტრიო მომღერლებისთვის. გვექნება მთავარი წერტილი რუსთაველზე, თავისუფლების მოედანთან ან პირველი სკოლის წინ. და გვექნება რესპუბლიკის მოედანთან, ანუ ვარდების მოედანთან, გადაიკეტება გზა და იქ იქნება სწორედ ეს ჩვენი უცხოელები ქართველებთან ერთად. პარალელურად მიმდინარეობს ყველა წერტილში. შემიძლია ჩამოვიარო სეირნობა და ყველას დავეს. არა, ხმან შეუშლის ეს. არა, შეუშლის თელი იდეაც მაგაშია, რომ აი ეს ყველანაირი, ყველა ჟანრის მუსიკა იქნება, ყველა ანუ დამწყები პროფესიონალი, ცნობილი, არაცნობად, ყველა იქნება აბსოლუტურად და
ეს იქნება ერთდროულად, ხო? ანუ პირველი საათიდან 9 საათამდე ჩვენ გვექნება პროგრამა, ანუ ჩვენი მოხალისეები იქნებიან ქუჩაში მოფენილები, შეამჩნევთ ჩვენი მაისურები, სხვადასხვა პირებით იქნება და დავარიგებთ პროგრამებს. ანუ პროგრამაში წერია დროების მიხედვით, რომელი ბენდი, სად გამოდის და რა ჟანრის არის. რახან ამ ფესტივალს ქვია საერთაშორისო, ესე იგი ამ დღეს სწორედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიც იგივე ხდება? თუ როგორ არის? წელს სამწუხაროდ დავწვდით მსოფლიო გულისცემას, ასე რომ ვთქვათ, წესით იმთავრება. ხო, არა, მუსიკა თვითონ არ ხდება. მაისის შუა რიცხვებში იმართება როგორც წესი, წელს ობიექტური მიზეზების და გამო ჩვენ ცოტა მოგვიწია გადაწევა და 31 მაისს ტარდება. ქუჩის მუსიკის დღე სხვადასხვა ქვეყნებში უკვე იყო. 18-ში ჩატარდა. მაგრამ საქართველოში 31-ში არ აუშავს. ცოტა გადაწევა, არაფერს რა თქმა უნდა, მთავარია რომ ტარდება. და მთავარია რომ ეს საოცარი ხალხი ჩვენთან ერთად არის და ისინი შემოვიდნენ. დეკა, შენც მინდა კითხო, სანამ ოფიციალურ ნაწილზე გადავალთ, შენ თვითონ ხარ მუსიკოსი, მომღერალი და ყოველთვის ყველა მუსიკოსი ამბობს, რომ ქუჩაში შექმნილი და დაბადებული მუსიკა ეს არის რაღაცა აბსოლუტურად სხვა. ნამდვილად. შენი შეფასებით როგორია ეს? მე არ ვიცი, ალბათ უამრავი ცნობილი და შემდგარი წარმატებული მუსიკოსის გახსენება შეგვიძლია, ვინც სწორედ აქედან დაიწყო. და ქართველებიდანაც ცხადია, მე ძალიან მიხარია, რომ ის რაღაცნაირი ერთგვარი სტიგმა მოიხსნა ამ ფესტივალის მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს ქალაქში და საოცარ განწყობას ქმნის თბილისში ეს კონკრეტული ძალიან მესამე წელი უდგავართ გვერდში, იმიტომ რომ თვლით რომ ძალიან სასარგებლო მიზნებს ემსახურება ეს ფესტივალი, მასშტაბები ყოველწლიურად იზრდება. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ორგანიზატორებს, რომლებიც ძალიან მაღალ ხარისხში აკეთებენ ამ ყველაფერს. ძალიან მაღალ ხარისხში. აი თავარი ეგ არის, რომ რა ხარისხი ექნება. გახმოვანებას როგორ აბავთ თავს? ჩემთვის ყოველთვის ეგ არის ყველაზე ისეთი რთული. მით უმეტეს ესეთ მასშტაბში. ხო, მით უმეტეს ესეთ მასშტაბში. ძირითად წერტილებზე ძირითადად გვამარაგებს მერია, პატარა წერტილებზე ჩვენ მოვიპოვოთ სპონსორები, ანუ ესე ძალიან მოსასალმებელია, რომ არა მარტო ასე დაფინანსებენ, წამოქმნენ სპონსორები, რომლებმაც რაღაც გარკვეული რამაც შეგვიმსუბუქა, რაღაც სხვადასხვა ესეთი ძალიან ბევრი ხარჯთან არის დამოკიდებული, დაკავშირებული და ეს არის აბსოლუტურად არაკომერციული პროექტი. ამას ვაკეთებთ იმის გამო, რომ გვინდა შევქმნათ ეს სინერგია. პოზიტივი არ ვიცი მე. პოზიტივია ძალიან დიდი. ჯიგრული პროექტი. ხო, აი ესეთ ჩვენ სახე შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, აი თუ ჩაივლით დამარწმუნებით, რომ მესამე წელია ვესწრები და საოცრად ბევრ სახეს სადაც მუსიკა იხიაროთ, და შუა დღეს მაისურები აქ დაგხვდათ ბენდი, რომელსაც ქვია ანსამბლი შუა დღე. ისე რომ შეგვიძლია ველად გავიდეთ. ჩვენ ქუჩის მუსიკაზე ერთხელ გავაკეთეთ გადაცემა და ჩემთვის იყო ძალიან გასაოცარი ის, რომ საქართველოში ქუჩის მუსიკოსები, რომლებიც მართლა არიან ძალიან ნიჭიერები და ღირსეულები, საკმაოდ შემოსავლიანიც გახდა, ასე ვთქვათ, ეს სტიგმა ახსენე და ეს სტიგმა მოხსნილია და უფრო მეტიც გვახსოვს ალბათ, რომ გვეუბნებოდნენ დღეში რამდენ კონკურსებში იღებენ მონაწილეობას ეხლა. კი, მოდიან კონკურსებში. ეს არის ყველაზე კარგი. ფესტივალების და ჩვენი მედიის, ნებისმიერი ადამიანის ხელშეწყობის საფუძველზე ხდება ალბათ ეს ყველაფერი. ძალიან მოეწონათ შესმაყურებელს მუსიკა, რომელიც მოისმენთ. კიდე ხوار შეუძლიათ, რომ რამე შეგვისრულოთ. Guys, can you play one more? Something different, something cool? ქუჩის მუსიკოსი მაგაზე უარს იტყვით ეხლა? გამორიცხული. ჯერ არ მომიდადებია რო გითხრეს. თანაც ისინი ფიქრობენ, როგორ ხდება რეგისტრაცია თქვენთვის, თქვენთან და როგორ, ესე ვთქვათ, როგორ დგება ეს ჯგუფები, იმიტომ რომ ისინი რომლებიც არავის არ უნახავს და არ გაუგია მათ შესახებ, თქვენს როგორ პოულობთ, თუ ისინი გპოულობენ. სანამ ის Okay, just one more second, you can გაიხსნა რეგისტრაცია უკვე მარტში, საკმაოდ ადრე დავიწყეთ მომზადება. იყო ონლაინ რეგისტრაცია, გავავრცელეთ ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებებით წინა წლის გამომცვლელებს პირადად დაუკავშირდით და გავაგებინეთ, რომ იწყებოდა რეგისტრაცია, მათ სხვებს გააგებინებს. თან ჩვენ მსვლელობები გქონდა რამდენიმე პატრა პრომო აქცია დავგეგმეთ, რამაც საკმაოდ გაზარდა ცნობადობა და წელს უკვე 20 ბენდით მეტი ყავს, ვიდრე წინა წელს ყავდა. ეს უკვე წარმატება. Okay. We're ready. Let's go. 1, 2, 3, 4.
No, I won't shed a tear as long as you stand by me. So darling, darling, stay by me. Oh, stay by me. Oh, stay by me. Stay by me. Look above, should travel and fall, and the mountains should travel to the sea. I won't cry, I won't cry, I won't shed a tear. Take it slow, and you stay by me. So darling, darling, stay by me. და დაუთმოთ ქუჩის მუსიკოსებს. აბარა. და გემოვნებაც შენივრად და სხვათა შორის რაც ძალიან საინტერესოა რომ ქუჩის მუსიკოსებს ყოველთვის აქ გემოვნება. მუსიკალური. რაღაცა ლაღები და თავისუფალი. არა, კარგ მუსიკას უკრავენ. ფაქტია. ათულის წერტილი. უთმობენ მუსიკას. რომელი მნიშვნელოვანია. საიდან მიწყებთ ქუჩაში გასვლას? რომელი რუსთაველი. მოყვეთ, ანუ გააკეთეთ შეუხვიოთ, გამოხვიდეთ რესპუბლიკა. შემდეგ ისე გადახვიდეთ, ანუ რუსთაველის მეტროდან. დაიწყეთ, გადმოდით, იქ მოისმენთ ძალიან კარგი მუსიკა, შემდეგ გადმოხვალთ. მიწის ქვეშა გადასვლით გადავედით. რა თქმა უნდა, ვარდების ბატონო. ვარდების მოედანთან. შემდეგ ისევ გადავდივართ რუსთაველზე და მივდივართ ბოლომდე თავისუფლების მოედანთან. ფანტასტიკური მუსიკა, ფანტასტიკური განწყობა. კაფეები მუშაობს. მუშაობს, ყველაფერი მუშაობს. და კიდე ერთი რაღაც მინდა დავამატო, რომ ეს ფესტივალი არის კომპლექსური. ამ ფესტივალისთვის დაემთხვა ისე, რომ ჩამოყვანილი იყოს ასევე 20-მდე ველოსიპედისტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, რომლებიც აი პრომოსში დაგვეხმარებიან და ასე ვთქვათ, მოგვამარაგებენ. მე ველოსიპედი მე გეხმარები. შენ ველოსიპედისტი. მოვიდე ველოსიპედი მოსა. ქუჩის მუსიკა. არა, ადგილ შენ კი დაგისვავ ისე. ქუჩის მუსიკის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი არის ის, რომ შეგროვდეს თანხა, ხო? ყველგან ესეა, ყველგან დევს რაღაცა. კუდი, ინსტრუმენტის ჩასადები, სადაც ყრიან ფულს. აქ დაირღვევა ეს ტრადიცია, თუ აი ექნება თქვა გავლენას საშუალება, რომ შეაფასოს ასეთი ტრადიციული ფორმები. შეფასდებისთვის უფრო სხვა, ასე ვთქვათ, სხვა მექანიზმი გვაქვს, არა ფულის ჩაღრა, უბრალოდ გვექნება იქ უკავშირის ფურცლები, სადაც შეუძლია ნებისმიერ მსმენელს, ასე ვთქვათ, აღნიშნოს თავისი შეხედულება და თავისი გადასწრება, მაგრამ ძალიან გინდა რომ რაღაცით გამოხატო შენი ის სიამონება რაც მიიღე. იდეა მოგვეცდა შეიძლება ძალიან საინტერესოა, ეგ ნამდვილად გააკეთეთ. და არა შეიძლება, მე მგონი ყველა მათგანი დაგთანხმდებათ, რომ რაღაცა მერე ქველმოქმედებას მოახმაროთ. ფესტივალის განვითარებას მოხმარდეს. ერთ-ერთი ინდიკატორი არის მსმენელი, რომელიც იდგება ბენდის წინ და მოусმენს მთელი დღის განმავლობაში. ხალხმა რაღაცა სტუდენტების კითხვა აიღოს საქართველოს. ნახოთ რა იქნება. მსმენელებს შეეხება და გაყიდოს თან გვექნება პატარა აქცია, სადაც გაიყიდება ბავშვთან აკეთობები, სხვადასხვა სახესაც რო შეგიძლიათ ასეთი სახით განახორციელოთ თქვენი მოკლედ დღეს ქუჩა გვაქვს ძალიან კიდე რეკავენ, კიდე შეგვისწულონ. ტელეფონი მაყურში ხო? იცი რა, ისეთი მუსიკალური ნაწილები ელოდება ჩვენს მაყურებელს. კიდევ რომ დამერწმუნეთ აი ხომ ღმერთსაობითაო და რა ვიცი. კაი, თუმცა ჩვენ ერთი რაც შეგვიძლია რომ ტაშით გავაცი. კი, ბავშვებო, რაც შეგვიძლია მუსიკოსებს. ტაში.
ფანტასტიკური. ძალიან დიდი მადლობა. დავასრულოთ ხო ეს ნაწილი? უბრალოდ საკომში ვარ მაყურებისთვის. 31-ში დილიდან შევხვდებით. დილიდან გუგუნია. რეკლამის შემდეგ კი ანა ბანას სტუდია 20 ფანტასტიკური ბავშვი იქნება ჩვენთან ერთად და რაც თავარია ზიად ბოლქვაძე.